მაგრამ დილიზაციონების პრობლემა ჩემს ხო? როდესაც მიიწევენ საუბნას, ჩაგვიარა მანქანა, ბაჩვენებს მანქანა მართლა მოდის, დიდი მიწასით სამართლოს ასოციაცია სოფლებში გადის, ხილს იღებს, მოაქვს ჩვენ და მე თქვენ აქ მიიწევთ ფერმერულ საჭმელს, რომ დაიწყო მართლა ასია. ამის გადიდება შეიძლება, უფრო ლამაზად შეფუთვა შეიძლება, რომ ყველა პატარა სასტუმროში მიიწევენ ფერმერულ ეგრეთ წოდებული მცირე და საშუალო ბიზნესის საშუალო სექტორში მოდერნიზებული ეს არის ეკონომიკის ასეთქად მთავარი დაბლოკე მერე დაბლოკე დაგაბლოკე აი რაღაცის გამოგონება, ხოლმე პატარა ელემენტარული ეს ადამიანი, რომელიც მამა იყო პია. დასახანახა ქენეგდეს, აი. რომლებიც გულის ხორცს ამეთანდა და უბრალოდ გაგვარდა და შეიძლება მეტი. შეუკვეთა რამოდენიმე სტატია, ეს სტატია გავიდა ეს კარტზე. მრავალ დანიან ასე თქვა ჟურნალისტ გაზეთებში რა ეწერა, რომ საუზმეს ძალიან კაია ბეკონის ნაწილი. ნაჭერი ყველამ კარგად ვიცით, რომ საუზმეს თუ არაფრით კარგი არ არის და თან ეს ყველაფერი კარგი არ არის. ძალიან ბევრი ებრაელი, მაგრამ ამითი დაიწყო თან პირველი მილიონი ასე იშოვა. ისე ლამაზად შეფუთა. მე მგონი ჩვენ კიდე ამდენი პუბლიციზმი მოხარი არ დამერეო, მე დამაგერთა არ ვიდან მოხარი ახლა აიგიო. გლეხები, ადამიანები ბიზნესში ჩაბმულები, ფანტასტიკურად ახერხებენ ამას. აი მე ვამბობ, მე თბილისში ამოხედავ, თბილისის ყველას მეგაპოლისია. რეგიონებში გადის ყველაზე უფრო გემრიელად აქვს ეს ყველაფერი მოკიჭკიჭებული. ადამიანი თვითონ მიდის აი ამ სიბრძნეზე, ასე რომ პატარ-პატარა ბიზნესებში ჩვენ არ დავიჭერთ ეს ყველაფერი. ხა მე რომ ვუყურებ შენ სტუმრებს ამას ხედავ, გადიხარ აქედან, იცი და შეიძლება სპეციალური გადაცემა არ ნახო, მაგრამ ხო ლალე მარუშკინა ამას მოგცემს, მე მაინტერესებს. სამაგრატიჟები ხოლმე ჩამოიქაზზე აი ხა ეს ბანდიტსკая პულა და რა. ეს უნდა მოწოდე, იგივე პატარა ინტერვიუებიდან, ხანდახან ვნახულობ ხოლმე ის მოსული ბაზარი. ფესტივალი არა, ძალიან კარგი ისაღები იქნება და საინტერესო. სიღნაღში ჩატარდა თეატრალური ფესტივალი, რომელიც გუშინ დასრულდა. სოფლიეთის ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. აი წარმოდგენა უკვე მე-4 წელია და შეძლო ამ პატარა სიღნაღმა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობით არავინ არ თქოს რა კონკრეტულ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი აქვს და მალხაზ ბეგიაშვილი არის მერი სიღნაღის რომელსაც აი ამას თავი ასე გლავანზე გააკა. მე-4 წელია მსოფლიო დონის თეატრალური ფესტივალები ტარდება, მსოფლიო დონის ჯაზის ფესტივალები ტარდება. ეს ხო ნიშნავს რომ შეგვიძლია თეატრი არ გვაქვს, თეატრი სცენა არ არსებობს და სააკაშვილმა აიღო და თეატრი კერძოფეშნები და სიღნაღის თეატრი, ხო წარმოუდგენელი ამბავია. არა, და იქიდან რაღაცას გევახოთ, მოხალ პირაობენ, მაგრამ შეიძლება დღეს სიღნაღს არ ხონდეს აი ეს გრანდ ჰოლი უნდა იყოს ისეთი ამბავი და იმედია რომ ძალიან ექნება ამ ხალხს და მე ამ ხალხს მკვიდრს აწუყვებ. მაგრამ ისეთი ამბავი ხდება. აუცილებლად შეგახსენებთ ძალიან საინტერესო შედეგებია როგორ დასრულდება კავკასიის რეგიონისთვის დასავლურ რუსული პოლიტიკური გავლენების ჭიდილი ამერიკის გამარჯვებით თუ ამას ფიქრობს მხოლოდ 2%, ევროკავშირის გამარჯვებით თუ ფიქრობს 3% და 95% ამბობს რომ რუსეთის გამარჯვებით ეს მართლა გამოიცნობი ამბავი, მეტად რატო ფიქრობს ასე ჩვენ გამომავლობაზე ამერიკას და რუსეთს. ლალი მეთქი არა არის იმ მაპატეებს მისთვის აი ჩემს მართლა ძალიან გასაოცარ მოდით რა როგორც იყო პერიოდი როცა დაღლა იყო ხო აი ეს ჩემთვის პირველი ასე რაც მე ხარ სოციოლოგიაზე დააჩვენოს რომ მოყვანილი ასე თქვა ფსიქოლოგიას ჰობი არის ჩემი და აი ამ თვალით შევხედე იცი ეს ხომ არ არის გადაღლა იმ
ამერიკული იმ ორმაგი სტანდარტები იმ დაბრუნდეს და გააკეთებინოს ეს დიდი რამდენი დაიღუპებითო, რამდენი პროცენტიო? 3%-ზე დარჩებით. ხო, ეს ყველაფერი. ეხლა მე რო შეხედე პირველი აზრი, შეიძლება ვცდები არ მაქვს პრეტენზია, მაგალითი ინსტანციის შეშმარდებაზე რა თქმა უნდა. მაგრამ პირველი აზრი დამებოდა ეს ხომ არ არის ზუსტად ეს გადაღლა იმ მატრახის და ის ზუსტად ეს პროტესტის მაჩვენებელია, ჩემი აზრით რა. ეს შედეგები არათა შემთხვევაში არ შეიძლება შედეგების ექსტრაპოლაცია მთელ საზოგადოებაზე, ეს მხოლოდ ჩვენი გადაცემის მაყურებლები არიან, ჩვენი გადაცემის მაყურებლები ცოტა სპეციფიკური წაზრული შეჩევა არის ეს, საინტერესო ეს შედეგები ჩვენ უნდა გადაცემის მაყურებელთა შორის აჩვენებს ეს რამის რა ჩვენი მაყურებლები როგორც ჩვენ გადაცემის უყურებს არის ხალხი რომლებიც პრაგმატულად არის ესეთი რამე ჩვენ წაღალობ ზანებით ჩინეთის და ამერიკის არის კანონზე გამოვიდა ის თქმა არის რომელიც ამასთან ბაშუში ამ შემდეგში და ჩინეთი დღეს ხსვაცებს გაუწევდა პრემიერ-მინისტრის ჩინეთთან სეზონის და ყალბების საერთო დასვანის განსაზღვრება და სპორტის სტრატეგიული ჩინეთი ჩვენთან ჩვენ სახელმწიფოსთან სახელმწიფო ჩინეთის სახელმწიფო საქართველოსთან თანამშრომლობს თანასწორობის და ძალიან პრაგმატული თანასწორობის პოლიტიკას აწარმოებს რა ეს არის მაგისტრალური და შუაგერიფანი, ანაგლის სპორტი და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები ანაგლის სპორტით აშფოთებულია. მაგრამ ალტერნატივას არაფერს არ თავაზობს. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ამერიკას რო აეშენებინა მაგრამ გულწრფელის აზრი რომელიც ყველაზე ნაკლებად ინტერესებს ამ შემთხვევაში პარტნიორად რეალურად და იმიტომ არ თავაზობს. იცის რომ შეიძლება დასაკავად გამოადგენ და ამიტომ. რა თქმა უნდა, არაფერს არ თავაზობს საერთოდ. ბატონო, ევროპა და ამერიკა ეს ამბობს ამ ყოფილას ყველანაირი. ეს ჩვენ პატარა იყო დემოკრატია ძალიან კარგი ფილმებია